სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა უფალს დღევანდელი წირვისთვის. მე მინდა გაგახსენოთ ადამისა და ევას შემთხვევა. თქვენ ძალიან კარგად იცით ეს, მაგრამ მაინც ორიოდე სიტყვით კიდევ ერთხელ შევეხოთ. მარხვის მცნება არის ერთ-ერთი უძველესი, რაც ღმერთმა ადამიანებს მისცა. აი, როდესაც ადამი და ევა სამოთხეში დაასახლა ღმერთი, თქვენ იცით, რომ იქ იყო ორი ხე, რომელზედაც უთხრა ერთისაგან უნდა ეჭამათ და ესეც მცნება იყო. ანუ სიცოცხლის ხისგან უნდა ეჭამათ და კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხისგან არ უნდა ეჭამათ. აი ეს იყო მცნება. ანუ დღევანდელ ჩვენ შემთხვევაში ეს რა არის? სიცოცხლის ხე წმინდა მამათა ლიტერატურაში გაიგივებულია ერთი გაგებით ზიარებასთან. აი მამოჩვენოში რომ ვამბობ ჩვენ პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს. ეს მიწიერი გაგებით იგულისხმება ის რომ ყოველდღიური პური ითხოვ ღვთისაგან. აი მაგალითად როგორც სოლომონ ბრძენი ამბობს, ორ რამეს აქვს თხოვო. უფალს ევედრება. ესე იგი, საარსებო პურით მასაზრდოვებ. პირველ რიგში ეუბნება, რომ სიმდიდრეს მომცემო, რომ გაამაყებულმა არა ვთქვა, ვინ არის ჩემი ღმერთი. ანუ არ გავდიდგულდე და არა ვთქვა, ვინ არის ჩემი ღმერთი. ამიტომ სიმდიდრე მაშორეო, მომცემ სიმდიდრეს და ნურც სიღარიბეს მომცემ, რომ ამით არ ვიქურდო გაღარიბებულმაო და ჩემი ღვთის სახელს არ შევწოდო. არამედ ყოველდღიური პურით მასაზრდოვებ. აი მიწიერი გაგებით მამოჩვენოში სწორედ ეს იგულისხმება, რომ იმ ყოველდღიურ პურს ითხოვ, მაგრამ სულიერი და აღმატებული გაგებით არსობის პური, ანუ არსებობის შემნარჩუნებელი პური, ეს არის სწორედ ზიარება, სიცოცხლის შემნარჩუნებელი პური. თავდუფალი ამბობს სახარებაში, რომ ვინცო ჭამსო ჩემს ხორცს და სვამს ჩემს სისხლს, მას თავის თავში მარადიული სიცოცხლე ექნება. და სწორედ ეს არის გაიგივებული იმ სიცოცხლის ხესთან, რომელიც მცნებაც მისცა ღმერთმა ადამიანებს. და მეორე იყო მარხვის მცნება, ანუ თავშეკავება რაღაცისაგან, რომელზედაც ხელი თავისთავად ცხადია რომ მიუწვდებოდათ. ანუ თავშეკავება უნდა იყოს ნებაყოფლობით. არა იძულებითი, რომ შენ არ შეგიძლია გააკეთო და ვერ აკეთებ. ეგ სულაც არ არის ადამიანის სათნოება. სათნოება ის არის და სიკეთე ის არის, როდესაც შეგიძლია რაღაც გააკეთო, მაგრამ ღვთის მცნების გამო არ აკეთებ. და როდესაც ადამმა და ევამ დაარღვიეს მცნება და მიიღეს ის აკრძალული ნაყოფი, მათ ნაცვლად სინანულისა დაიწყეს ერთმანეთზე გადაბრალება. ადამმა ევაზე, ევამ კიდე გვერდზე გადაბრალება. ანუ ჩვენ შეიძლება რაღაცა კიდევაც შეგვეშალოს. ჯერ შეგვეშალოს შეიძლება იმის გამო, რომ სათანადოდ არ ვაფასებდეთ ამა თუ იმ საქმის სულიერ მნიშვნელობას. წმინდა იოანე ოქროპირი ასეთ საინტერესო რამეს ამბობს. ესმაქვს ჩვევიაო, რომ უმნიშვნელო მნიშვნელოვნად მოგაჩვენოს და მნიშვნელოვანი უმნიშვნელოდ. ანუ შეუცვალოს ესე იგი შინაარსები და მნიშვნელობები შენთვის ადამიანის ასე წარმოაჩინოს და ეს მას შეუძლია. სადაც შეუძლია ესმაქვს რომ ნათლის ანგელოზად გეჩვენოს და ისა შეუძლია რომ ცუდი კარგად მოგაჩვენოს შეუძლია. და ამიტომაც აი ზოგჯერ ჩვენთვის რაღაცა გაუბრალოდება ხოლმე მარხვა, თითქოს ეს არაფერი არ არის ამის დარღვევა. გაუბრალოდება ლოცვა, რომ თუ არ ვილოცე, ეს არა უშავს. მაგრამ აი რაღაცა წვრილმანებს იმდანაც ჩაუკირკიტდებით და იმდანაც რაღაცა მნიშვნელობას მივანიჭებთ, სინამდვილეში ჩვენ კი არა. ეშმაკი, რომელიც ჩვენ გვატყუებს და ჩვენც ეშმაკისაგან მოტყუებულები იმ წვრილმანებს ისე ჩაუკირკიტდებით, რომ შეიძლება აი გადააყოლო მთელი ენერგია და დრო. და არადა რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ის დაგვრჩეს გვერდით, მიიჩნევ რა ყველაზე უმნიშვნელოდ იმას. და ზოგ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება ასე იგი ულოცელათაც ვიყოთ და მარხვის გარეშეც, ან რაღაცა სიკეთის გარეშე ვიყოთ კიდე, სადღაც მოთმინების თუ თამდაბლობის გარეშე და ამ ყველაფერს ჩვენ თავს ჩაუთვლიდეთ, რომ ეგ არა უშავს, რა მოხდა მე.
მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ აი იმ ჭაბუკივით, სახარებისეული ჭაბუკივით, რომელიც სუფალთან მივიდა და ეუბნება, რომ მე ცნებებიო, შევასრულეო და რაღა მაკლია, ჯერ ხო ეკითხება, რა გავაკეთო, რომ ცხონდა და მერე ეკითხება, რაღა მაკლია, აი ეს კითხვის ნიშანი ყოველთვის უნდა იყოს, რომ რასაც არ უნდა აკეთებდე, ფიქრობდე, რომ არის კი ეს ყველაფერი საკმარისი, შენს თავს კი არ ჩაუთვალო, რომ ეს ჩვენ ვერ ჩაუთვლით ჩვენ თავს. ჩვენ უფალი ჩაგვითვლის, აი წმინდა პაისი ათონელი ასეთ რაღაცას ამბობს, რომ ადამიანის მიერ გაკეთებული სიკეთეებიო ნოლებს ნიშნავს, აი ბევრი ნოლი რო დაწერა, 5 ნოლს დაწერს თუ 700 ნოლს დაწერს, ნოლია საბოლოო ჯამში. იქ თუ თავში ერთიანი არ წერია, ამ შემთხვევაში ნოლებია და იმ ერთიანს ადამიანი კი არ უწერს თავში, იმას ქრისტე უწერს თავში. და იმან თუ არ დაგიწერა შენ რომ შენ ეს ჩაგეთვალე, შენ თავს რამდენი სიკეთეც გინდა იმდენი ჩაუთვალე, არ იქნება ეგ ის სიკეთე, ნოლი იქნება. ამიტომაც ყოველთვის კითხვის ნიშანი უნდა გქონდეს, რომ ის რაც ჩვენ გავაკეთეთ, არის კი ღვთისთვის მოსაწონი და სათნო, გინდა სიმართლე, არის კი სათნო ღვთისთვის ჩემი მარხვა, ეგ კითხვის ნიშანი ადამიანს რა შემატებს. ახლა ზოგი ფიქრებს, რომ ესე იგი მაშინ სულ დათრგუნული უნდა ვიყო და არასოდეს სიკეთე არ მეგონოს, რომ გავაკეთე. დათრგუნულზე კი არ არის ლაპარაკი, აქ საუბარია იმაზე, რომ ადამიანი რაღაცა სიკეთეს რო გააკეთებს, არ ეგონოს რომ რაღაცა გააკეთა. იმიტომ რომ ღვთის მადლის გარეშე ვერც იმას ვერ გააკეთებდა და ის კითხვის ნიშანი ჩვენ დაგვიცავს ამ პარტავნებისაგან და ადამიანი თამდაბრობალი დარჩება. და უფალი ამბობს, რომ წინასწარმეტყველის პირით, რომ ამ პარტავნთა შემოსევას ღმერთი, ხოლო დაბალთა მოსცის მადლი. რაც არ უნდა გააკეთო, თუ მადლი დაკარგა და გაამაგრე, იმ ღმერთი უკვე აღარ მოგანიჭებს იმ მადლს. მაგრამ თუ ადამიანი მიუხედავად იმისა, რამდენ სიკეთესაც არ უნდა აკეთებდეს, თუ შეძლოდა თავისი თავი არ ჩათვალა ამ სიკეთის შემძლებელად და მიაწერა ღმერთს, სინამდვილეში ღმერთი აკეთებინებს, მაშინ ის დარჩება თამდაბალი და ღვთისაგანაც მადლს მიიღებს. და სხვა შემთხვევაში კი როგორი ცოდვაც არ უნდა ჰქონდეს. თუ ვინმეს ან რაიმეს კი არ გადააბრალებს, როგორც ადამი და ევა, რაიმე გარემოებას, რაიმე პირობას, სხვა ადამიანს თუ სხვა, არამედ მხოლოდ და მხოლოდ სინანული ექნება, ამ შემთხვევაში უფალი მიუტევს, როგორი ცოდვაც არ უნდა იყოს. აი ხა დღეს ჩვენ ამოვიკითხეთ სახარებიდან მათე მახარებლის შესახებ. ერთ-ერთი მახარებელი 4 მახარებელთაგან მათე მახარებელი ამავე დროს მოციქული 12 მოციქულთაგან თავდაპირველად იყო მეზვერი, ანუ მებაჟე. თქვენ იცით, რომ რომაელებს იუდეა დაპყრობილი ჰყავდათ და დააყენეს ხარკის ამკრებები. რომელი ხარკის ამკრებები ძირითადად ხასიათდებოდნენ, აი, რომ იყვნენ ძალაუფლების მოყარე, სიმდიდრის მოყარე, ადამიანებს ჩაგრავდნენ. წარმოიდგინეთ ახლა აი დღეს რო ვინმე ტოლვილებთან მივიდეს, ხო, რამდენი ტოლვილები ყავს ქვეყანაში და ტოლვილებთან რომ მივიდეს და გადასახადი რაც აქვს, აი დავუშვათ დენისათვის, ну იქ ხარკი იყო, მაგრამ დავუშვათ დენის გადასახადი. ორი იმდენი რომ გადაახდენეს, უბრალოდ იმიტომ რომ მოერია. და ესეთი ხალხი იყო ეს მეზვერეები ძირითადად. და მეზვერე იყო სწორედ ეს მათე მახარებელი თავდაპირველად. ну მის ცხოვრებაში არ წერია ის ასეთი იყო თუ ისეთი იყო, განსხვავებით ზაქეს შემთხვევაში წერია რომ ის მართლაც ასეთი იყო, ხო? და ნანობდა კიდეც რომ თუ ვინმეს რამე წავართვი 4 მაგად დაუბრუნებო. და როდესაც უფალმა მათე მახარებელს მოუწოდა, გაყვა ის, მიატოვა ყველაფერი და გაყვა მაცხვარს, დაემოწაფა და მოციქული გახდა, წარმოიდგინეთ. და მათე მახარებელმა მიიპატიჟა მაცხვარი სახში და იქ უამრავი ცოდვილია. ანუ მისი თანამედროვე ტერმინი რო ვთქვათ, მისი თანამშრომლები, მისი მეგობრები, ცოდვილები, მეზვერეები წერია. და მაცხვარი შევიდა მათთან. არ თაკილობს უფალი. თუნდაც ცოდვილები იყვნენ, მივა იქ სუფრაზეც მივა იქ და უბანშიც დაელაპარაკება თუ ყველგან არსად არ თაკილობს. და ფარისევლები, რომელთაც თავისი თავი რაღაცა ეგონათ და სხვებს ყოველთვის განიკითხავდნენ, მაცხვარსაც განიკითხავენ და ამბობენ, რომ რატო შევიდაო ცოდვილებთან?
რატო ჭამს და სვამს ცოდილებთან ერთად? აი აქ ეტყვის მაცხოვარი მთავარ სიტყვებს, რომელზედაც ჩვენ დავიწყეთ საუბარი, რომ თუ შეინანებს ადამიანი მიეტევება, რომ კურნალი ჯანმრთელებს კი არ ჭირდებათო, ავადმყოფებს ჭირდებათო. მე მართალთან მოსახმობად კი არ მოვედიო, არამედ ცოდილებისთვის, რათა მათ შეინანონ. ანუ ამით იქ ტექსტი რა არის, რა უთხრა? თქვენ თუ თქვენი თავი მართლები გონიათ და სხვაზე უკეთესები, ჩათვალეთ, რომ მე თქვენთვის არ მოვედი, მიუხედავად იმისა, რომ უფალი ყველასთვის მოვიდა, მაგრამ კაცი თუ თავის ჯანმრთელად თვლის, ექიმთან ხო არ მიდის. აი როცა დარწმუნდება, რომ ავად არის, მაშინ მიდის. და კაცი თუ თავისი თავი სულიერად ყველაზე კარგი გონია, მაშინ ესე იგი მას უფალი არ უნდა და უფალი უნდა მე მართალთათვის არ მოვედი. მაგრამ რა ესეთებისთვის მოვედი, ვინც მიუხედავად იმისა ცოდილია, მაგრამ ნანობს თავის ცოდვას. და ეკლესიის ისტორიამ უამრავი ასეთი მაგალითი იცის. როგორც უმპეში არ ყოფილა ადამიანი ჩავარდნილი, მაგრამ როგორც სიწმინდებდა მიუღწევი. მაგრამ ეს როდის? მაშინ, როდესაც ადამიანი ნანობს და თავის შეცოდებას არ გადააბრალებს არც ადამიანს, არც რაიმე გარემოებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. არამედ იტყვის, რომ მე აქ შევწოდე და შენდობას ვითხოვ. და ღმერთი, რომელმაც ისე შეიყვარა ადამიანი, რომ თავისი ძეც კი მისცა ამ წუთისოფლს და თავისი ძე ჯვარს ეცვა ჩვენთვის, არა? და თავად ღმერთი იესო ქრისტე. ადამიანს სიყვარულით ეპყრობა და ადამიანს მიუტევს შეცოდებას. ის ჩასაფრებული კი არაა, რომ ვიღაცას შეცდოდეს და დასაჯოს. პირიქით, ის ყველაფერს აკეთებს, რომ ადამიანი აცხონოს. მაგრამ როგორც ჩვენ ზიარების ლოცვაში ვკითხულობთ, შენ მხადიო და მე გევტიო, ანუ შენ მომიწოდებო და მე გაგირბიოარ. აი ესეა ადამიანი. უფალი მოგვიწოდებს თითოეულ ჩვენგანს და ეუბნება, როგორ უნდა გადარჩეს, ხელს უმართავს, როგორ გადარჩეს და ჩვენ გაურბივართ. გაურბივართ საკუთარი სულის გადარჩენას. მაგრამ თუ ადამიანი არ გაექცევა და თავის თავს არ უღალატებს, მაშინ ის აუცილებლად ღმერთთან ერთად იქნება. როგორი ცოდვილიც არ უნდა იყოს, ამოვა ამ ცოდებიდან, მიეტევება ეს ცოდები და გადარჩება. ღმერთმა აცხონოს ჩვენი მიცვალებულები, ვინ ჩვენ მოვიხსენეთ და ღმერთმა თქვენს დალოცული და გახარებულები გამოუხსნათ.